მოგესალმებით, თქვენ ყოფებით AXI კოდების სამყარო, მე ვარ გიორგი. ვაგრძელებთ PHP გაკვეთილებს. მოდით ამ ვიდეოში უბრალოდ header-ის ნაწილი დავხვეწოთ. ამისთვის მოდით პირველ რიგში გავხსნი XAMPP-ს, გავუშვებ projects, გავუშვათ ეს admin-ით. აქ მაქვს ესე იგი ტუტორიალებში. აი ეს ნაწილია. ჯერჯერობით არ მჭირდება MySQL-ის გაშვება და ალბათ საერთოდ არ დამჭირდება. ერთადერთი ავტორიზაციის გასატესტად შეიძლება დამჭირდეს. ამიტომ თუ რამე ამასაც გავხსნი. რეგისტრაციის დროს დამჭირდება აი აქ ავტორიზაციის გავლისთვის. ესე იგი PHP ტუტორიალი, იუზერები და მქონდეს ესეც. მოკლედ, ახლა გავაკეთოთ, როგორც თქვით, header-ი უფრო კარგად რა, ნახეთ, ახლა მაქვს header-ი, სადაც მაქვს მარტო ეს ნაწილი. და მე მაგალითად, როდესაც ვაკეთებდი და ლოგინებას, session start-ის დაწერა მიწევდა აი აქ ზემოთ. იმიტომ რომ HTML-ამდე ყოფილიყო. ასევე index.php-ში თუ მინდოდა გამოყენება, იგივე ვარიანტი მიწევდა რა. და ამის თავისასაირდებლად რომ ყველგან თქვათ თავში რაღაც ყველა ფაილში არ ვწერო და header-იც უფრო კომპაქტური იყოს, უფრო გამოსაყენებელი მარტივად, მე შემიძლია საერთოდ აი ეს ზედა ნაწილი, აი ეს ნაწილი გადავიტანო header-ში. იმიტომ რომ აქ ისეთი არაფერი არ არის, თქვათ ამჯერად, რისი შეცვლაც შეიძლება დამჭირდეს რა. და თუ რამე იქნება მასეთი, მაგასაც თუ რამე პარამეტრებით შევცვლით. აი მაგალითად გადავიტანოთ ეს ნაწილი, როგორც გითხარით, ეს header-ი სადაც იქ გვაქვს, აი ეს ნაწილი რომ გადავიტანოთ header-ში ერთი წამით. გადავიტანეთ ეს ნაწილი header-ში. აქედან ერთადერთი აი title-ის შეცვლა შეიძლება დამჭირდეს ხოლმე და ამასაც მოვაგვარებ. სხვა მხრივ შემიძლია რომ ეს ზედანაწილი იყოს ყველგან. ახლა ესე იგი შემიძლია ეს header-ი დავტოვო მარტო და ეს ნაწილი წავშალო, ალბათ მიხვდით. აი ასე. და ხო ეს body და HTML-ი აქ იქნება. შემიძლია footer-შიც ატკი გავიტანო, თქვათ ეს დახურა HTML-ი და footer-ის ნაწილი თუ footer-იც მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში header-ის ნაწილი, HTML-ის გახსნა, შემდეგ body-ის გახსნაც მაქვს header-ში. და შემდეგ მიყვება რა ჩვეულებრივ. რა მნიშვნელობა აქვს ახლა აქ იქნება პირდაპირ თუ include-ით გავაკეთებთ. ამ შემთხვევაში თავარ გვერდზე არაფერი არ შეიცვლება, როგორც ხედავთ. header-დან წამოვა, ესე იგი ეს body-ც, head-იც და შემდეგ აქ დახვდება ეს ნაწილი დანარჩენი და body და HTML-ის დახურვაც დახვდება, რა თქმა უნდა, აი ამ index.php-ში. კარგით. ამ შემთხვევაში შეგვიძლია იგივე ვქნათ სხვა გვერდებზეც რა. მაგალითად login.php-ზე აქ ავტორიზაცია ხომ წერია, ამასაც მოვაგვარებ. მოდით ეს დავტოვოთ კომენტარში, რომ აქ ავტორიზაცია უნდა დაეწეროს header-ში. სხვა მხრივ ამას წავშლი. და აი როგორც ხედავთ, უბრალოდ header.php დავაიმპორტე. უბრალოდ ახლა ავტორიზაცია აქ არ ეწერება, დოკუმენტი წერია, რადგან header-ში დოკუმენტი მაქვს. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზია.
რადგან აქ ყველაფერი აქვს სხვა და ამის მოგვარება თუ გვინდა აქ დოკუმენტი რომ იყოს სხვა და სხვა, შეგვიძლია პირობა გავუწეროთ რა, რომ პარამეტრი და პარამეტრის გადმოცემის გასრამეს როგორ გავაკეთებთ გეტყვით, მაგრამ აი დავწეროთ თქვათ თუ პირველ რიგში რა თქმა უნდა PHP-ს დავწეროთ. ნუ ტერნარული ოპერატორით დავწერ რა. თუ თქვათ ისეთ თუ არსებობს რაღაც სვლადი, თქვათ ეს სვლადი იქნება მაგალითად title ტექსტი რა. ეს თუ არსებობს თქო ასე ტერნარულად დავწერ ანუ კითხვის ნიშნით ეს თუ არსებობს მაშინ დაიწეროს ეს თვითონ თუ არა და დაიწეროს ეს დოკუმენტი. თქვათ, ანუ რაც არ უნდა იყოს რა, ანუ დოკუმენტი რა მაგალითად coding word თქვათ. ან თქვათ რაღაც main page-ა რაღაც, ანუ ავტომატურად იქნება ეს ჩანაწერი coding word თუ არა და რასაც გადაცემ, ანუ title ტექსტი თუ გექნება და title ტექსტი მოდი ვნახოთ ჯერ coding word-ი ხო ეწერება. აბა ნახოთ ამ შემთხვევაში რაღაც პრობლემაა, როგორც ჩანს, title-ში აბა რა ხდება, არაფერი არ იწერება. პრინციპში იმიტომ, რომ აქ გამორჩა პრინტი რა. პრინტში უნდა გადავცე ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში დაპრინტავს, ანუ coding words დაპრინტავს ყველგან. იმიტომ რომ არაფერს არ გადავცემ და თუ მინდა რაღაც გადავცე და სხვა რამე დააწეროს რა, მაშინ ავდგები და აი ამას, რაც აქ გამოვაცხადე, ამ ცვლადს გამოვაცხადებ header-ის გამოძახებამდე, ანუ ნახეთ title ტექსტი უდრის ავტორიზაციას. და წერტილმძიმე რა თქმა უნდა. ოღონდ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი PHP კოდში უნდა იყოს, ცვლადს ისე ვერ გამოვაცხადებ. ამ შემთხვევაში შემიძლია აქ იყოს. აი ასე. და აქ ახლა ფერი არ შემიცვალა, მაგრამ წესით ყველაფერი რიგზია. ამას რო დავარეფრეშებ, როგორც ხედავთ, დააწერა რომ ეს არის ავტორიზაციის გვერდი. თქვათ მთავარ გვერდზე coding words მიწერს, თქვათ რეგისტრაციის გვერდზე რეგისტრაციას იმიტომ მიწერს, რომ ჯერჯერობით არ ვიყენებ header-ს ისე როგორც საჭირო არის. ანუ ნახეთ. ამას ახლა წავშლი, ზედა ნაწილს აქაც საერთოდ. შემოვიტან. იგივეს ვაკეთებ რა და თქვენ შეგიძლიათ დავუაროთ და ყველაზე იგივე გააკეთოთ. ანუ header-ი შემომაქ და header-ი რო შემომაქ გარედან, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა coding words დამიწერს აქაც რეგისტრაციაზე. მაგრამ იგივენაირად მოვაგვარებ რა. ნახეთ. ლოგინზე როგორც ვაქ, აი ასე, აქ ხო ავტორიზაციას გადავცემ და აქ გადავცემ რეგისტრაციას ახლა. ანუ პირველ რიგში მე ის გავაკეთე, რომ ეს გარედან კი ჭირდება ეს, თქვა, ცვლადის გადაცემა, მაგრამ header-ში რასაც ვწერ ამას, document HTML-ს და ასე შემდეგ, აი, ამ ნაწილს. ამის დაწერა აღარ მიწევს ყველა გვერდზე რა. მთავარი ეგ გავაკეთე. და ესე იგი კიდევ ახლა ყველა გვერდზე აღარ დავილი ამის გასაკეთებლად, მაგრამ მთავარი რაც არის რა, დალოგინებისას რომ გვინდოდა ყველგან სესიოს სტარტის დაწერა. ამას აქედან წავშლით ლოგინიდან. ასე წავშლი. აქ აღარ მჭირდება, იმიტომ რომ header-ში რა, თავში დავწერ ამ დოკუმენტამდე, აი ასე. ერთი წამით, მას გავხსნი PHP-ს. აი ასე. დავწერ
და ეს ანუ სადაც header PHP ჩაეშვება, ყველგან იქნება სესიის დაწყება. და ყველგან შემეძლება მივწვდეს შემდეგ და გამოვიყენო ეს სესია. ანალოგიურად ნახეთ, ინდექსით აღარ დამჭირდება ამის დაწერა. აი აქ ახლა ჩვეულებრივ იმუშავებს, ანუ გავტესტოთ მოდით. აი მაგალითად ნიკა 123. და ნუ გადავიდა თავარ გვერდზე და დააწერა მოხარებელი არის ნიკა გაგნიძე. და ანუ მუშაობს. ახლა აქ გასვლის ღილაკი ხომ აქვს? ნუ გავედი. ახლა ნახეთ, თქვათ მინდა საერთოდ header-ში დავაწერო ეს სახელი გვარი, რაც ინდექსში მაქვს. ნუ ინდექსში არაფერში არ მჭირდება და შეიძლება header-ში დავაწერო რა. იმიტომ რომ მე ყველა გვერდზე შემხვდეს. ამისთვის შემიძლია ასეთი რაღაც გავაკეთო. ესე იგი ამას დავაკოპირებ და ჩავსავ უბრალოდ სადღე header-ში. ხო, აი აქაც თქვათ 101-ში იყოს. აბა ნახოთ. ესე იგი გავიაროთ ისევ ავტორიზაცია. ნიკა 123 შეცვლა და აი მოხმარებელია ნიკა გაგრიძე. ნუ როდესაც ესე იგი გასვლას დავაჭერთ, გაიარეთ ავტორიზაცია. ხო, რავი, შეგვიძლია ასე იყოს, ნუ მოხმარებელი ახლა ეს არ არის საჭირო, მეგონი. მარტო სახელი გვარიც საკმარისი არის რა. ანუ როდესაც ავტორიზაციას გაივლი, ნუ ამ შემთხვევაში თავარ გვერდზე გადაგაგდებს, მაგრამ აქ დააწერს, რომ გაიარა ნიკა გაგრიძე ავტორიზაცია და ეს კარგი იმიტომ არის header-ში რომ გავიტანე, რომ header-ში მაქვს session start-ი და ყველა გვერდზე სადაც გადავალ, ამას გამოვიყენებ რა. აქ აღარ მახსოვს ახლა news-ების გვერდზე მოხმარებლის გვერდზე აქ მოხმარებლის გვერდზე არ მაქვს header-ი. ხო, news-ების გვერდზე მაქვს header-ი. უბრალოდ news-ების გვერდზეც მოდით ვარემ დავხვეწავ. ანუ ეს აღარ მჭირდება, იმიტომ რომ მეორდება და news-ების გვერდზე რადგან მეტი არაფერი არ მაქვს, შემიძლია ასე მქონდეს რა. ზედმეტი გამეორებები და რაღაც აღარ დაჭირდება და პირდაპირ ჩაიტვირთება რა. აქ ახლა ვიზუალურად არაფერი შეიცვალა, მაგრამ ის ზედმეტი კოდი იყო რეალურად. header-ი შეიძლებოდა ორჯერ გამეორებულიყო. და ახლა უბრალოდ ასე წერთ და აქ რასაც დავწერთ, ავტომატურად რა თქმა უნდა ბადისში ჩაიწერება, იმიტომ რომ ბადის გახსნა არის და შემდეგ header-ი აქვს header PHP-ში. მოკლედ ცირედით, მაგრამ რაღაც ვარიანტი გაჩვენეთ, თქვათ header-ის გამოყენება როგორ შეიძლება ყველა გვერდზე ისე რომ თლიანად, ანუ ბადის გახსნიანად HTML-იანა გვეწეროს აი ამ შესაბამის header PHP-ში. თუ რამე კითხვა გაქვთ, რა თქმა უნდა, დამიკომენტარეთ, ან მომწერეთ, ასევე დაწერეთ კიდევ რაზე გინდათ ვიდეოების ჩავწერო. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.